ასე შევხედოთ, თითქოს ეს თითოეული ადამიანი ამ საპროტესტო აქციაზეც თვითონვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა. რაელის თითოეულ მოქალაქეს ამავე სახელმწიფოში მაშინ, თუ ქვეყანა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მიიტაცა და თითოეული ჩვენგანის დამორჩილების გზას ადგას. რადგან პროტესტიც, წინააღმდეგობაც და საზოგადოებაც ამ ქვეყანაში ჯერ ისევ ნამდვილად ცოცხალია არალეგიტიმურ იზოლირებულ ხელისუფალს არაფერი დარჩენია, ისევ უწყვეტად იძალადოს შენზე ქუჩაში, საკანონმდებლო ორგანოში კანონებით, ციხეში, სასამართლოში და ყველგან, სადაც მოგწდება. საქართველოს ჩვენი კონსტიტუცია დღევანდელი ისევე როგორც 1921 წლის კონსტიტუცია ამბობდა იმას, რომ მოქალაქეებს გვაქვს გაერთიანების თავისუფლება. ეს არის ჩვენი საშუალება იმის, რომ ჩვენი პოზიციების, ჩვენი მიზნების მისაღწევად ვიყოთ გაერთიანებულები, ძლიერები და შედეგებს მივახციოთ. ამ გაერთიანების თავისუფლებას განადგურებას ისახავდა მიზნად შარშანდელი რუსული კანონი და რამდენიმე დღის წინ მიღებული ახალი რეგულაცია ანალოგიურად იგივე მიზანი აქვს მას. მისი მიზანი არის ის, რომ შეუქმნას დაბკოლებები, ბარიერები, ადამიანებს აიძულოს, რომ არ გაერთიანდეს, მიაყენოს მას სხვადასხვა დამაკნინებელი იარლიყი. არა ლეგიტიმური ხელისუფლების სწრაფვა, სწრაფად ჩაახშოს პროტესტიც ქუჩაში, ის კანონებიც გვაჩვენებს, რომელსაც ოცნება ისეთი ინტენსიური ტემპით იღებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ეჩქარება და მძიმე სანქციებამდე უნდა მოასწროს, მოგვიხელთოს და ძალაუფლება კიდევ უფრო დიდხანს ხელში ჩაიგდოს. ქართული სახელთა გვარებით ხდება ოკუპანტის საქმის გაკეთება, ყველა მიმართულებით იკითხება ეს. და ბოლო პერიოდში ამ ხალხს არათუ ის ადამიანებს პროაქტიულად აკრიტიკებს ქართულ ცნებას, აფიქსირებს თავის პოზიციას და ისტორიის მომხარეს არის, არამედ იმ ადამიანებსაც უსვამავ კითხვას, რომ ვინც პასიურად უყურებს ამ პროცესს და იმიტომ არის გაჩვენებული, რომ მე არ შემეხება ეს, მე თუ არ ვიაქტიურებ. ცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც დე-ფაქტოდ მართავს რეჟიმი და ყოველ დღე გესმის შეზღუდვა რეპრესია, უსამართლობა, შეზღუდვა რეპრესია, უსამართლობა. როგორ ფიქრობ, ეს უსამართლობა მარტო ამ აქტიურ ადამიანებზე გაჩერდება? რა თქმა უნდა, არ გაჩერდება. და მაინც უფრო მეტი მკაფიობისთვის ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო კანონები, რომლის მიხედვითაც კრიტიკული ტელევიზიების ფუნქციონირება ფაქტიურად შეუძლებელი გახდება. უფრო დიდ სურათს თუ შევხედავთ, არის ნაწილი ქართული ოცნების ძალისხმევის, რომ გაანადგუროს წინააღმდეგობის ინფრასტრუქტურა. ამ ინფრასტრუქტურის ნაწილია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აქტივისტებთან ერთად და ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ეს ორგანიზაციები არიან განსაკუთრებული სამიზნე უკვე თვეებია არჩევნების შემდგომ, მანამდეც, მაგრამ განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ ქართული ოცნებისთვის. მიწვევს საკუთარ თავს ხმას, რომ ესე არ დავიმალო ბუჩქებში და არ გამოვიდეს, რომ იცი რა ხალხის თხოვნით არის. მე ვარ მომხრე თუ გამირჩევთ. აი სამაგეროდ ვასილ მაღლაფერიძეც გაუთავებელია. თუ ვინმე უპირობოდ სულ მათ შორის ყველა დროში ხელისუფლებაშია ვასილ მაღლაფერიძე უნდა იყოს, რომელიც საკუთარ კანდიდატურას ხმას აძლევს და ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. ეს ამბავიც თვალნათელი მაგალითია, როგორ სჭირდება რეჟიმს მორჩილი და პროპაგანდისტული მედია საზოგადოების სამართავად. ისე შეცვალეს კანონი, რომ ვასილ მაღლაფერიძეს შეუძლია დაბერდეს მაგ თანამდებობაზე და რა ვიცი, მან აღესრულოს, ანუ შეუძლია ღრმა სიბერემდე იყოს მაგ თანამდებობაზე. ისე შეცვალეს კომუნიკაციების კომისიის კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომ ბექაურ შეუძლია მან დაბერდეს მაგ თანამდებობაზე და არასოდეს არ წავიდეს. ანუ საერთოდ თუ კანონმდებლობა მაინც გვივარგოდა ადრე, ახლა დაერივნენ კანონებს. მე კანონს მიღმა კიდე რა საკეთებენ კაცმა არ იცის, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად არის იმედი. უბრალოდ ფუთავენ ხომ და ის არის რა ქვია, პოსტივი. ჩვეულებრივი პოსტივია, უბრალოდ არიგინებიან ხა წამყვანები შალვარამიშვილისგან განსხვავებით ის პირდაპირ იგინება პირდაპირ ეთერში, მართლა პირდაპირ იგინება რასაც ქვია და ესენი რაღაცნაირად ფუთავენ, რომ იქ ვითომი ბიუსეკ ეკლუცებიან იქ რაღაცა ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირის ტელევიზია. ეს სხდომებიც აჩვენებს, როგორი ქცევა ფასდება რეჟიმის პირობებში, მაშინ თუ მაგალითად მზია ამაღლობელის ამბავი
თავზე გაჩუმდები და საკუთარ კეთილსინდისიერ თანამშრომლებს პროკურატურას გადასცემ. შეგიძლია აი ახლა ამდენი კამერით ანდასწრებით თქვა, რომ შენ ადანაშაულებ დღევანდელ ხელისუფლებას იმაში, რომ ისინი სასტიკად მოეპყრნენ ჟურნალისტებს, შენს კოლეგებს და არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი იმისათვის, როგორც მოეპყრნენ. შეგიძლია აი ამ კამერებს უთხრა? კიდევ გავაგრძელოთ და შევაჯამოთ. აღარ მინდა, აი ეს ერთი მეტი საქმეა არა გაქვს. არა, აი ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ეს მოკლე დიალოგიც აქციის მონაწილეებთან პირდაპირ გამოსახულებაა იმისა, რას უშვება რეჟიმი ადამიანებს და როგორ შეიძლება ერთ დროს თავად დაპატიმრებულმა ახალგაზრდა კარგმა ფოტოგრაფმა ირწმუნოს გამოძიების, ამ სასამართლო და საგამოძიებო უწყების, ამ უსამართლობის პირობებში და მხარი არ დაუჭიროს დასახიჩრებულ სიკვდილისთვის და ციხისთვის გამეტებულ კოლეგებს ძიმე დროს. და რასაკეთებს დღეს ქართული ოცნება? ყველაფერს აპირისპიროს. ანუ ის რაც ფუნდამენტი უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენისა და თითოეული ადამიანის ღირსების, უფლებების დაცვის, ამას რადიკალურად უპირისპირდება და პირდაპირ მნიშვნელობით ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო საქმეს აკეთებს. და მაინც რა შეიძლება იყოს ყველაზე უარესი ამ ძიმე პოლიტიკურ ვითარებაში? ალბათ ნამდვილი ამბები, რომელსაც ადამიანები ჯერ კიდევ კრიტიკულ მედიაში ყვებიან უსამართლობაზე, საკუთარ თავზე, უკანონო ჯარიმებზე, პოლიციაში გაშიშვლებისა და წამების ეპიზოდებზე. ან იქნება იმაზე, რომ თურმე ამ ქვეყანაში ამ დროისთვის მთელი 6%-ით მეტი მოზარდი უკიდურესად გაჭირვებულია. ან კიდევ იმაზე, რომ ბავშვებს ქართული წარმოების რძეს ვასმევთ, თურმე ეს რძე კლინტებითაა სავსე და თუ ვინმეს ჰგონია რომ პოლიტიკა და რეჟიმი აქ არაფერ შუაშია, ნამდვილად ცდება სინამდვილეში ესეც ამ ქვეყნის პოლიტიკური შემზარავი ნამდვილი ამბავია უზნეობაზე. გაიგეს ადამიანებმა, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ფეკალიებს ჭამდნენ წლების განმავლობაში და შემდეგ ამ ეს ბიზნესმენი ქართული ოცნების გუმხურვალი მხარდამჭერი ბიზნესმენი აქეთ ჩიოდა სასამართლოში და მოიგო კიდეც იმის გამო, რომ უხარისხო ფეკალიას აჭექნოდა ის თავის ძროხებს და არა ხარისხიას ხო. ანუ რამდენიმე რაღაც წამოტივტივდა ხო აქედან, რომ ერთი ის რომ თავისუფალი მედია რომ არასდროს ვერ გავიგებდით ამას, იმისთვის გვინდა ჩვენ თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო რომ ამის პრევენცია მოახდინოს და როდესაც ეს ხმები ჩაქრება და ჩაიხშობა და მე იმედი მაქვს რომ ეს არასდროს არ მოხდება. ამის შემდეგ ადამიანებიც ანუ არასდროს უსამართლობა, დიქტატურა, ავტორიტარიზმი არასდროს არ არჩევს შენ ხელისუფლების მხარდამჭერი ხარ, ოპოზიციის მხარდამჭერი ხარ, შუაშისტი ხარ თუ რა ხარ. არადა საკადრო ცვლილებებიც არალეგიტიმურ ხელისუფლებაში მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ოცნება როგორც ჩანს, კიდევ უფრო აშკარად ძალადობის ფორმებზე გადადის. და როცა ფარას ქართულ ვერსიას კითხულობ, უნდა ვიცოდეთ, რომ ენა, რომელზეც ფარაა დაწერილი, უბრალოდ არ არსებობს. რეჟიმი არ ცდილობს მოიტანოს წესრიგი, პირიქით, ძალიან სწრაფად ანადგურებს ყველას, ვინც რეჟიმის წინააღმდეგია. ივანიშვილის ფარა და ცენზურის კანონს არაფერი საერთო არ აქვს სამართლებრივ ნორმებთან, ეს უბრალოდ ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, იმიტომ რომ ყველგან წერია, რომ პოლიციამ არ უნდა იძალადოს და ხარება არც მალავს უშუალოდ არათუ ბრძანებებს გასცემს ძალადობის შესახებ, პირადადაც ძალადობს და ამის კადრებიც არსებობს. პირდაპირ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ეს სახელმწიფოს ანგრევს დღეს განსხვავება უკანონო ფორმირებასა და პოლიციის ძალებს შორის პრაქტიკულად აღარ არსებობს. სახელმწიფოს და ინდივიდუალურად დამოუკიდებელი მოქალაქის ბედი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი, რაც ჩვენ დაგვრჩება, იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ რომელმაც უკვე დაიწყო რუსული კანონის განხილვა და რომლის ფარგლებშიც ასევე განხილული იქნება ეს ახალი რეგულაციაც. და მაინც, ვინც ამ დრომდე ქოცური პროპაგანდის, უკანონო და მოღალატეობრივი კომისიის სხდომების და უსამართლობის მდუმარე მაყურებელია, უნდა იცოდეს, რომ მტერი ამ ვითარებაში სწორედ რომ არალეგიტიმური ხელისუფალია, რომელიც გაცხოვრებთ რუსულ ბოროტებაში, სიძულვილში, ტყუილსა და რაც მთავარია, უკიდურეს სიღარიბეში. ხელისუფლებაში მყოფი ქართული ოცნება ცდილობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოათავოს ეს პროტესტი და სწრაფად მოთავების ხერხად მას მიაჩნია, რომ აი თუ მედიებს დახურავს, აქტივისტებს დააპატიმრებს, აი ეს იქნება საშუალო, მაგრამ ეჭვმეპარება რა გადაგიმოვით.
და სანამ სიმართლე ამ სახელმწიფოში საზარელ დანაშაულად ითვლება, მიწევს ამ უსამართლობის მორევში ცხოვრება და ერთ დიდ უსამართლობას მოსდევს მეორე, კიდევ უარესი, მერე იმაზე უარესი და მერე ისევ უარესი. ესეთი სიტუაცია, რომ ხელისუფლებას აქ დასავლეთი გამოეცხადებინოს მტრად და მასთან მედიის თანამშრომლობა გამოეცხადებინოს დანაშაულად, არ გქონია არასოდეს, იმიტომ რომ სულ აქამდე რასაც კანონებს იღებდნენ, რო ამკაცრებდნენ კანონებს, გვეუბნებოდნენ, რომ ამას ჩვენ ევროპასთან ინტეგრაციის გამო ვაკეთებთ, რეკლამის კანონს, ამიტომ გიმკაცრებთ, რომ ჰარმონიზაციას ვაკეთებთ ევროპასთან და ეხლა გვეუბნებიან, რომ არც გაიხედოთ უცხოელისკენ. ამითაც ამთავრდება ამ ყველაფრის ფონზე არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ახალი რუსული კანონის თანახმად შესაძლოა ისიც გითხრას, რომ ყველა ამ სიკეთესთან ერთად კანონით შენ შენივე ქვეყნის მოღალატეც ყოფილიყარ.